მამო, თუ გადაუნისე, გაიცანი ტროლი და ბოტი, ნახოთ რას გვეტყვიან და რით გაგვახარებენ. გამარჯობა. თავიდანვე მინდა განვაცხადო, რომ გელა დონაძე და ანუკი ცხვიტინიძე წარმოშობით ჭიათურიდან არიან, სოფელ შუქრუთიდან. მართლა შუქრუთიდან არიან? არა, მაგრამ ჩემ სოფელს უწევ პოპულარიზაციას. რა სიტყვა თქვი გეიმეორე? რომ მომკლა მაინც ვერ გევიმეორებ. გელა დონაძე რაჭველია, ასე რომ ჩვენი ხუმრობები შეიძლება ხვალ ეწყინოს. შენ საიდან იცი რაჭველი რუო? ხაზე ლობიანი ახატია. გელა პროფესიით იურისტია. რა გიკვირს? აბა მარტო სიმღერის გამო ხوار გაყვებოდა ანუკი ჩოლა. გელა დონაძემ და ანუკი ცხვიტინიძემ ერთმანეთი ოპერაში გაიცნეს. გელას ოპერაში რა უნდოდა? ანუკი მას ეკითხა ზუსტად. გელას თქმით ანუკი ცოლად მოიტაცა. და ანუკის თქმით ვაიმე არ მდომებოდა. გელა დონაძე მეუღლეს დაუჩოქა და ხელი ისე თხოვა ივლისში, მაგრამ ქორწილი დეკემბერში ქონათ. ამ ხელა შუალედი რატო გაწვა? აბა ამ ხელა გაწამოყენება არ უნდოდა. გელა და ანუკი 16 წელია ერთად არიან. მარტო ხინში ხო? ხინშიც და ჭირშიც. რა ეთქობა გელას ახლა გაჭირვებულის კაცო? ბატონო გელა, დაიმახსოვრე. გელა რო ქვია და თან გოგოს თავ დავიწყებით უყარხარ, ეს ორმაგად დასაფასებელია. ბატონი გელა ისეთი კარგი მომღერალია. სახში რომ მიდის ჩუსტებს, თუ სიმღერი დაძებს. გელა დონაძეს და ანუკი ცხვიტინიძეს საამური ხმები აქვთ. საამური რას ნიშნავს? წაიმღერე რაიმე. ინათებს თვარე, იღვიძებს თბილისი. არ გეჩვენება შენი. გელა დონაძე ბათუმიდან რო დაიჯახოს, ანუკის რა გოდეხში ესმის. ასეთი მაღალი ხმა აქვს? არა, ანუკისა კაისმენა. ამ დუეტის გამო ერთ-ერთ აეროპორტში ფრენას კი გადაიდო. ასე მაგრა იმღერეს? არა, გელას უთქვამს ანუკისვინ ახლა კაი ლობიანს დავაყუმბარებდიო და აეროპორტში ყუმბარის გაგონებაზე ხო იცი რაც ხდება კაცო. გელა დონაძის ხმას 1000 კაცი გამოვარჩევ. თუ ის 1000 კაცი ჩუმად იქნება. მეცნიერება გელა დონაძის ფილტვები გამოიკვლიეს და 3 ქონია. 3 რანაირად? 2 აქეთ იქით და ყველას მესამე რო ღიპი ეგონა, აი ეგ ყოფილა მთავარი ფილტვები. ერთხელ გელა დონაძეს უთხრეს ან მუსიკალური ჯილდო აირჩიე, ან საცივიო. და მე რომელი აირჩია? მე ვერ უყურებ რომელი აირჩია. ჩემი არ იყოს. გელა დონაძე სპეციალურად აქ მომატებული წონაში რომ სადაც არ უნდა წავიდეს, ყველგან მას ხედავდნენ. ანუკი ცხვიტინიძემ ბარიატ ხო ხედა ვერ ამბობ მაგ სიტყვას და პიტამი თქვი კუჭის ოპერაცია კაცო. ანუკი ცხვიტინიძემ კუჭის ოპერაცია გეიკეთა და დეიპატარავა. სამაგიეროდ გელამ გაიდიდა. ახლა სახში მეტი საჭმელი მოგჩება და ხوار გადაყვრითო. ნამდვილად. ბატონ გელას იმდენ კონცერტზე აქვს ნამღერი, რომ პაკლონზე თავის დახლისგან კისეზე პრესები აქვს დაყენებული. გელა დონაძე ვილის სანიორმა ნაკრებში გამოიჯახა. მე არიცი ამის ამბავი, მივიდა ნასვამი. გელა დონაძე ქუჩაში კაბიშონით დადის ხოლმე. ფანემა რუარ შეაწუხონ ხო? არა კაცო, ნაბანავები გამოდით დილას და ხوار გაცივდება. გელა დონაძე ნაცნობობით გახდა ცნობილი. მეიცა ვისი ნაცნობობით? ეგ უცნობია. მაიცადეთ, ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია მაქვს ათქმელი. კი ბატონო ბჯანი. ბატონო გელა და ქალბატონო ანუკი, მე თქვენი დაკარგული შვილი ვარ. იყავი სადაც ხარ, ტყუილა არაფერი არ იკარგება. გუგა გუგა, ხომ არიცი ამიკო რატომ არ არის დღეს? როგორ არ არის კაცო? აბა სადა? გელა რო ადგება და ინახავ მე. მოდი ამიკო, მოდი.
წავით ქალბატონო ანუკი ჩვენგან თუ რამე გეწყინათ გელას უთხარით გელა ზურასთან მივა ეს ორი ერთმანეს რო დაინახავენ გაშდიან სუფრაში ქეიფებენ ჩვენც დავავიწყდებით და საყვედურსაც გადავჩებით დიდი მადლობა როგორ ხართ როგორ მოგეწონათ გულით ვიცინე ძალიან ძალიან კარგა ხანია ასი არ მიხარია და გადასარევი ბიჭები არიან